გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე მერიის სამსახურების ანგარიში მოისმინეს. ტრანსპორტის სააგენტოს, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ქონების განყოფილების, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კითხვებს. დღეს გორის მუნიციპალიტეტის რიგითის ხდომა გაიმართა. ხდომაზე წარმოდგენილი იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები ჩვენ საკრებულოს წევრებს გადმოგზავნილი ჰქონდა წინასწარ, რასაც დეტალურად გავეცანით. ეს იყო სრულფასოვნად წარმოდგენილი თითოეული მათი საქმიანობა წლის განმავლობაში და მადლობა მინდა გადაუხადო თითოეული სამსახურის ხელმძღვანელს იმისთვის, რომ საკრებულოსთან თანამშრომლობენ აქტიურად და დაკისრებულ მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებენ. საკრებულოს ხდომაზე წარმოდგენილი იყო მესამე კვარტლის შესრულების ანგარიში. ეს ყოველთვის გვევალება ხოლმე რომ წარმოვადგინოთ. გაწერილია ეს ვალდებულება, წარმოვადგინეთ. აქ არის წარმოდგენილი დეტალებში შემოსულობებისა და ხარჯვითი ნაწილის მუხლობრივი და პრიორიტეტები მიმართულებები, თავისი საკასო და პროცენტული მაჩვენებლებით. დადებითი შეფასება მივიღეთ კი.